საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია მე მომავალში გრძელდება. პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით განახლდა. მიმდინარე წელს კამპანიას საქართველოს სპორტის სამინისტრო შეუერთდა, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი. კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში მართლწესრიგის ოფიცრები და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მე-6, მე-9 კლასის მოსწავლეებთან საქართველოს 6 რეგიონში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში. მიმდინარე წელს ანტინარკოტიკული კამპანია ჯამში 100 საჯარო სკოლას მოიცავს. კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. გრძელდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია სახელწოდებით მე მომავალში, რომლის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნეზე გავლენის შემცირება და მისი მოხმარების პრევენცია გახლავთ. აღსანიშნავია, რომ კამპანია შემოუერთდა სპორტის სამინისტროდან მნიშვნელოვანი კომპონენტი ასევე დაიფარება სპორტის სახით. კამპანია 4 თვე გრძელდება, ეს არ არის ერთჯერადი. დეტალურად ვისაუბრეთ პროექტის შესახებ, ასევე გავეცით პასუხი მოსწავლეების მხრიდან დასმულ კითხვებს. ჩვენი მთავარი ამოცანა მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოჰყობა ფსიქოტროპული პრეპარატების მოხმარებას და რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება მომავალი თაობისათვის. ვისაუბრეთ ჯანსაღ ცხოვრებაზე, რა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესები, რა გვეხმარებოდა და რა გვიშლიდა ხელს.